დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება. ეს სიტყვები თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოიყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პროტესტს, პოლიციას და ძალის გამოყენებას ეხება. კოპენჰაგენიდან გავრცელებულმა კადრებმა გააჩინა კითხვა. ერთნაირად ფასდება თუ არა ერთი და იგივე ფაქტი ყველგან. დანიაში მომხდარ სამ დრომდე არ მოხმულია პოლიტიკური შეფასებები არც ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან და არც ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. სწორედ ამ დუმილმა გააჩინა ახალი დისკუსია. რატომ არის საერთაშორისო რეაქცია ზოგ შემთხვევაში მკვეთრი და სწრაფი, ხოლო სხვა დროს გაცილებით ფრთხილი და თავშეკავებული. რა განწყობებია ახლა კოპენჰაგენში, როგორ აფასებენ მომხდარს ადგილობრივები? მათ ნანა გოგატაძე გაესაუბრა, რომელიც კურიერი PS-ს უერთდება. უკვე მეორე დღეა, რაც დანიის დედაქალაქში ვიმყოფებით და ამ ორი დღის განმავლობაში კოპენჰაგენში შევძელით არაერთ ადამიანთან გასაუბრება, მათი პოზიციების მოსმენა და ბუნებრივია დავუსვით შეკითხვები შუაგულ ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ კოპენჰაგენში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი გზით დაშლასთან დაკავშირებით და პრინციპში ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენთან საუბარი ისურვა, აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები მათთვის არის ამბობენ, რომ ეს არის ძალადობრივი ქმედება და არის სასტიკი მოპყრობა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ამბობენ, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი და ისეთი ქვეყანა, როგორიც არის დანია, მსგავსი ფაქტები და მსგავსი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, ადგილობრივები ახლა კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან ოფიციალური კოპენჰაგენის მხრიდან, თუმცა მთავრობა ამ დრომდე დუმს ადამიანები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კანონდარღვევას შესაბამისი სამართლებრივი პასუხი უნდა მოყვეს. ჩვენ ასევე შევძელით და გადავიღეთ ის ოფისი, მაერსკის ცენტრალური ოფისი, სადაც ზუსტად 11 დღის წინ განვითარდა მოვლენები, სწორედ იქ შეიკრიბნენ პრო-პალესტინელი აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებდნენ დანიიდან ისრაელში იარაღის გადაცემას. მაერსკი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზიდი კომპანია მთელ მსოფლიოში, რომელსაც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადააქვს სამხედრო ტვირთი. სწორედ ამიტომ ცენტრალური ოფისი აირჩიეს აქტივისტებმა და ამ ოფისის მთავარი შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს, რა დროსაც მათთან მივიდნენ სამართალდამცველები და მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივი გზით დაშალეს. მსგავსი კადრების ნახვა დანიაში, ქვეყანაში, რომელიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტებითა და ადამიანის უფლებების დაცვით არის ცნობილი, მართლაც შოკის მომგვრელია. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. პროტესტის უფლება აქვს ყველას, ეს არის დემოკრატიის საფუძველი. ეს მხოლოდ პოლიციის პასუხისმგებლობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა აშკარად გადაამეტეს უფლებამოსილებას, პრობლემა სისტემურია. სისტემურ პრობლემებს კი სისტემური პასუხისმგებლობა და რეფორმა სჭირდება. ამ ფონზე პასუხისმგებელი მხარეების მხრიდან დუმილი უნდობლობას იწვევს. პოლიციის მხრიდან ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ახლა აუცილებელია რეალური პასუხისმგებლობის დაკისრება და სისტემური რეფორმა, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ძალადობა არასდროს არის გამოსავალი და როცა ის იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც წესრიგის დაცვა ევალება, ეს საზოგადოებაში ბრასსა და უკმაყოფილებას იწვევს. მე ვთვლი, რომ ეს საშინელებაა. ყოველ ჯერზე, როცა სოციალურ მედიაში ამ ვიდეოებს ვხედავ, გული ძალიან მტკივა. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს, რომ ასე მოექცნენ. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ხელისუფლება ასე არ უნდა იქცეოდეს. ჩვენ მთავრობისთვის ძალაუფლება უდანაშაულო ხალხის დასაჯელად არ მიგვიცია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ, ერთი რამის გამოხატულებაა. ადამიანებს არ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება. პოლიციამ ძალა გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანებზე ეძალა და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის დემოკრატია. ძალიან მძიმეა, რაც ვნახეთ. ხალხს აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ის ფაქტი, რომ პოლიცია მშვიდობიან დემონსტრაციას ძალის გამოყენებით ახშობს, დამაზიანებელია დემოკრატიისთვის. მათ შეეძლოთ ხალხი გაიყვანათ ოფისის შესასვლელიდან. ეს სავსებით ნორმალური იქნებოდა, მაგრამ მათთვის დარტყმა, მათი ცემა, ძალადობა, ეს არ არის დემოკრატია. ასეთი იყო ის შეფასებები და პოზიციები, რომელიც მოვისმინეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. ადგილობრივები ახლა მთავრობისგან ელოდებიან რეაგირებასა და პასუხებს ველოდებით ჩვენს, ვინაიდან 13 მაისს დანიის დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შემდგომ ჩვენ მივწერეთ დანიის საელჩოსაც დიპლომატს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს მაგალითად ქართველ სამართალდამცველებს არაპროპორციული და არამართლზომიერი ძალის გამოყენებაში. თუ რას ფიქრობს ის
მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატიურმა უწყებამ ჩვენ გადაგვამისამართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არც ერთი ოფიციალური უწყების მხრიდან კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მეგვიღია. მადლობა, ეს ნანა გოგატაძე იყო.